ყველას აქ ალბათ თავის მოსაზრება, ტერიტორია უფრო მნიშვნელოვანია თუ რუკა. ჯეფ კუნსი და დემიენ ჰირსტი ხელოვნების ბაზარს ინაწილებენ. ხო და აი ხანდახან არ ვეთანხმები ხოლმე მე, მაგრამ მე ვინმე კითხება. ასლი მნიშვნელოვანი გახდა ორიგინალს. როგორი შესწავლილი აქვს ყველა ის თემა, რომელზეც წერს, იქნება ეს ფიზიკა, რუკა, ჰორმონალური დისბალანსი ადამიანში თუ პატარა მწერები. რასაც ეგ რეალურ პერსონებზე ბედავს, აი ბევრი ვერ გაბედავს. ის რომ საზოგადოებას მწერალი აკრიტიკებს, ან თუნდაც ლანძღავს, ეს არ ნიშნავს, რომ მას ის საზოგადოება სძულს. გეომეტრიიდან გასვლა, აი ამ ფორმების სრული უარყოფა. უნდა იწვალოს ავტორმა და არა მკითხველმა მერე. თუ დაცინვა და თვითირონია, დასცინის საკუთარ თავს ყველაზე ბრწყინვალედ. საკუთარი სახელი და გვარი დაარქვა პერსონაჟს, რომელსაც ალბათ ყველაზე საშინელი სიკვდილით კლავენ. ტირის ცრემლებით ჩამოსდის ისე ტირის მოენატრა ოლგა რაღაცამ გაახსენა. ხა ფრანკს ხო არ შეუძლია რუსი რო არ ჩართოს სადმე ისე არაფრით არ გამოვა. თანამედროვე ხელოვნებას დასცინა, რა თქმა უნდა, ყველაზე დიდი დოზით. ცარიქა ეხლა ზედმეტი ლიბერალიზმი არ დაგუყოს, მაგრამ საბოლოო ჯამში მაინც ციველური დაგუყოს. თავი აქვს მოჭრილი და დევს. დაუნდობელი თუ აპირებ რომ იყო პირველ რიგში საკუთარი თავისადმი. თემები არის მარადიული. მიშელ უელბეკის რუკა და ტერიტორია და სწორედ ამ შესანიშნავ ტექსტზე ვისაუბრებ დღეს. მოგესალმებით, დღეს ხუთშაბათია, წიგნის დღე. მინდა გთხოვოთ, გამოიწეროთ ჩვენი არხი, დაგვიწეროთ კომენტარები, სასურველი სტუმრები და გადააშიაროთ ეს გადაცემა, ამით თქვენ დაეხმარებით ჩვენი არხის პოპულარიზაციას. დიდი მადლობა ჩვენ სპონსორ ღვთისწყალს, ეს არის წყალი ბრომატის გარეშე და საქართველოს უნივერსიტეტს, რომელიც სტუდენტებს ასწავლის, რომ თავისუფლება ამთავარ და თავისუფალი ადამიანის გონებაში იბადება სამყაროს შეცვლის იდეა. ნამდვილი ძალა თანასწორობასა და თანაგრძნობაშია. დღეს კი ჩემი სტუმარი არის ფილოლოგი, ლიტერატურის კრიტიკოსი მაკო ჯანჯიბუხაშვილი და მაკომ აირჩია უელბეკის, მიშელ უელბეკის რუკა და ტერიტორია და სწორედ ამ შესანიშნავ ტექსტზე ვისაუბრებ დღეს და მაკო, რამ განაპირობა შენი არჩევანი დღევანდელ დღეს ამაზე ლაპარაკი, რატომ გონია მნიშვნელოვანი? ერთი პერიოდი კი იყო ჩვენთან უელბეკი მოდაში ძალიან, მაგრამ ეხლა რო გაიხსენე. პირველ რიგში დიდი მადლობა მოწვევისთვის, ძალიან მიყვარს თქვენი პოდკასტი, არა მხოლოდ მე, არამედ საყოველთაო სიყვარულის საგანია, იმიტომ რომ ძალიან აკლია ჩვენ გარემოს ლიტერატურა და მით უმეტესად საინტერესო ტექსტებთან მისვლა. ახლა რაც შეეხება მიშელ უელბეკის დღეს გახსენებას, მიმაჩნია, რომ უელბეკი არ არის იმ ტიპის მწერალი, რომელსაც ერთხელ წაიკითხავ და ამით დამთავრდება, ეს არის ეპოქალური მწერალი და მით უმეტეს რომანი, რომელიც ავირჩიე. უელბეკის ერთ-ერთ ფანად ვითვლები. კი, საქართველოს ცნობილი ხარ როგორც უელბეკისტი. მიუხედავად იმისა, რომ ფრანგულის მცოდნე არ ვარ და ეს ძალიან დიდი მინუსი მაქვს. უელბეკამდე ფრანგული ლიტერატურა იყო ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი საგანი, მაგრამ უელბეკის სერიოზული გულშემატკივარი და პატივისმცემელი ვარ. მიმაჩნია, რომ არის ჩვენი დროის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული, რამდენიმესთან ერთად, ჯულიან ბარნსს დავასახელებ. ცოცხალთა შორის კუძეს დავასახელებ, მათაც მიფიქრია და ვფიქრობდი ისინი ხო არ ამერჩია, ან ფაულზე ხომ არ ამერჩია, მაგრამ ბოლოს მაინც გადავწყვიტე რუკა და ტერიტორია. კუძე მეც ძალიან მიყვარს და ფაულზიც. მაგაზეც მაქვს ერთი წერილი დაწერილი და რაც შეეხება უელბეკს რატო გადავწყვიტე, იმიტომ რომ როგორც ზოგადად ფრანგული ლიტერატურას ახასიათებს, ძალიან მნიშვნელოვანი იყო ყოველთვის მისთვის, განსაკუთრებით მე-19 საუკუნის ფრანგული ლიტერატურისთვის ეს სოციალური მოტივი, ეს თემატიკა ძალიან საზოგადოებაზე ორიენტირება და რადგანაც ჩვენ ვართ ისეთ ეპოქაში, როდესაც ეს ყველაზე მნიშვნელოვანია, საზოგადოებისადმი სოლიდარობა, მისადმი დამოკიდებულება, მისი სიცოცხლის უნარიანობა, ის პერსპექტივები თუ საშიშროებები, რაც მას გააჩნია და რა კი ამ ყველაფერზე უელბეკი ლაპარაკობს და მით უმეტეს რუკა და ტერიტორიაში, რომელიც მეჩნია რომ ერთ-ერთი ყველაზე დახვეწილი რომანი მის შემოქმედებაშიც კი, აი ამიტომ ავირჩიე რუკა და ტერიტორია და ყველაფერს ამას რომ თავი დავანებოთ, ვარემ ამასაც ვიტყვი.
თავისი სათაურიდან დაწყებული ბოლო მონასმამდე. ეს არის აი ესე ჩამოსხმული ტექსტი, რომელსაც არ ვიცი ახლა არაპროფესიონალი როგორ კითხულობს. არაპროფესიონალებისთვის არის პროფესიონალისთვის არის და პროფესიონალისთვის არის ინტერტექსტები და პოსტმოდერნული ყველა ნიშანი. ძალიან მნიშვნელოვანი შრეებით, თავისი მართლაც ამ ინტერტექსტებით, კოდებით, ინტელექტუალური თვალსაზრისით, ძალიან ბევრი თემებით და აი ამ ყველაფერმა განაპირობა ბოლოს ეს სანამ წიგნზე ვისაუბრებთ, Welbeck-ი არის იშვიათი გამონაკლისი მწერლებიდან, ცოცხლებიდან, რომელიც საქართველოში იყო. ეხლა ყოველ დღე ვიღაც ესეთი მასშტაბის მწერალი არ ჩამოდის და შენ ქონდა მასთან დიალოგიც, ურთიერთობაც, გაიცანი. არის თუ და მაინტერესებს, მე არ ყოფილვარ ამ შეხვედრას. მე რატომღაც საყვარელ მწერლებთან შეხვედრას გაურბივარ ხოლმე, რომც იყოს ამის საშუალება. არ ვიცი ასახსნელი ეს მიზეზი რატომ, მაგრამ შენ თუ დაგრჩა შთაბეჭდილება, რომ ეს ის კაცია, რომელიც ასე ტექსტებს წერს, ან ცოტა მინდა ვილაპარაკოთ წერლის პირად ენერგეტიკასა და ტექსტების ენერგეტიკას შორის სხვაობაზე. ნამდვილად. ну, ჯერეთი ჩამოვიდა Welbeck-ი, თუ არ ვცდები 2018-ან 19 რა შეიძლება ვცდებოდე. და ის წლებია, როცა ბუმია Welbeck-ის და წლებიც ასე ვთქვათ სიტუაციაც უწყობდა ხელს და თან ის არის მნიშვნელოვანი, რომ ფაქტობრივად მისი ყოველი რომანი გამოცემისთანავე ითარგმნებოდა და ყველაფერი იყო გამოსული. და ეხაც რაც დაწერილი აქვს, ყველაფერი არის ქართულად გამოსული და მოიწვია გამოცემლობამ და ჩამოვიდა. ერთი შეხვედრა იყო რუსთაველის თეატრში და მეორე თვითონ გამოცემლობაში და იქ უფრო კამერული სიტუაცია იყო, რა თქმა უნდა, კითხვა-პასუხი. მანამდეც მქონდა უკვე Welbeck-ის შესახებ წაკითხული რომანების გარდა, მის პერსონაჟზე, რა ტიპია, რა აინტერესებს, როგორია ადამიანია და ზუსტად ის შთაბეჭდილება დატოვა, რა წარმოდგენაც მქონდა. ეს არის ეს ძალიან მორიდებული ტიპი, გარეგნულადაც ეტყობა ეს ძალიან მორიდებული, მორცხვი ადამიანი. არ უყვარს ხო დიდად ხალხში? ხო, სოციალიზაცია. სოციოპათს ეძახიან, მაგრამ სოციოპათი არის თავისი ცხოვრების სტილით. თორე ისი არ არის სოციოპათი, პირიქით, რასაც ის წერს, აი ამ ნაწერების ავტორი ვერ იქნება სოციოპათი, იმიტომ რომ აი გულზე გადააქვს, ყველაფერი რაც სამყაროში ხდება. ხო და შეუძლებელია ეგეთი ადამიანი, მაგრამ რა თქმა უნდა ესეთი გასულია როგორც დაუშვათ ბეკბედერი ან ძალიან ისეთია ბეკბედერი სხვა ტიპი ის იყო ჩამოსული სხვათა შორის და ბეკბედერიც იყო ეს სხვა ტიპის ადამიანია ხანა როცა საქართველოს ჩამოვიდნენ პამუკი ბეკბედერი ფონკინოსი იყო ბეკბედერთან ერთად ჩამოსული ლიოსა უნდა ჩამოსულიყო და ლიოსა უნდა ჩამოსულიყო მაგრამ უკვე აღარ ჩამოვიდა ხო და ზუსტად ის შთაბეჭდილება დატოვა რაც მქონდა მე ეს ჩემი წერილი რუკა და ტერიტორია საკმაოდ ვრცელი ნაშრომია დაიბეჭდა ერთ ჟურნალში და ინტერნეტში ძდებს ბურუსზე ვათარგმნია ფრანგულად და ფლეშკაზე ჩაწერილი გადავეცი არ ვიცი ხა წაიკითხა და დაინტერესდა თუ არა მაგრამ გადავეცი მე მგონი რომ წაიკითხა არ ვიცი ყოველ შემთხვევაში არაფერი უკან არ მიმიღია ეგ არის მაგრამ ჩემი აზრით შენ ხა უფრო აიდეალებ ვიდრე მე, მაგრამ მე მგონია რომ ეს არის ის ადამიანი, რომელსაც აინტერესებს მასზე რა იწერება და როგორც არ უნდა მწერლები და პოეტები ამბობდნენ რომ არ აინტერესებთ მათზე რა, მით უმეტეს როცა პროფესიონალი რაღაც კრიტიკულ ანალიზს აკეთებს, შეუძლებელია ეს მწერალს არ აინტერესებდეს და არ წაიკითხოს. მით უმეტეს როცა გამზადებულს აძლევ და თვითონ არც გადათარგმნა ჭირდება და უხარიათ ხოლმე ბევრ ენაზე რომ ითარგმნება მათი წიგნები. ეს ლიოსასაც უხარო და ვიცი მისი მთარგმნელისგან ლანა კალანდიასგან და რუკა და ტერიტორია ხო შენ ახსენე აი რა შეიძლება მოეწონოს მკითხველს რომელიც არ არის ლიტერატურის გურმანი ხო იქ არის დეტექტიური ნაწილი რომელსაც თხრობა ტონი შერბილებულია სხვა ტექსტებისგან განსხვავებით ესეთი დაუნდობელი აღარ ჩანს არც სექსუალურად ესეთი აღზნებული ჭრალებში როგორც სხვა ტექსტებში რაღაცა თითქოს უფრო მდორე უფრო რეფლექსირებული და უფრო ლინეარული თხრობაა რომელსაც შეიძლება გაყვეს ნებისმიერი ადამიანი, რომელსაც თუნდაც თვითფრინავში უნდა წიგნის წაკითხვა. მაგრამ მე მინდა რომ ვისაუბროთ, ამის მიღმა რა არის, როცა ტექსტს აქვს ბევრი ქვედა ფენა. თუნდაც ინტერტექსტი რა არის მისი, რომ აი ეს ყველაფერი უკანა ტერიტორია, რომელიც არის შესანიშნავი სათაური
და ჩვენ ეგრევე გვაგზავნის ბოდრიართან, აი ამაზე ვისაუბროთ, ეს შენ წერილში ძალიან ბევრი რამ კარგად არის ახსნილი, მაგრამ ჩვენი სურვილია დღეს ჩემი და შენი, რომ მოვანდომოთ ჩვენს ერთგულ მაყურებელს ამ წიგნის გადახედვა ნახვა. და ყველას აქვს ალბათ თავის მოსაზრება, ტერიტორია უფრო მნიშვნელოვანია თუ რუკა. და აი ამ კითხვაზე პასუხიც ძალიან საინტერესოა, იმიტომ რომ სხვადასხვანაირად აქვს ბოდრიარსაც და უელბეკსაც. ნუ კარგია, რასაკვირველია ამ თემას რომ შევეხეთ, შეუძლებელიც იყო სხვაგვარად, იმიტომ აი მთელი ლიტერატურის ისტორიის მანძილზე რო ჩახედო, შეიძლება თითზე ჩამოსათვლელი სათაურები შეხვდეს, რომელიც სათაურად როგორც ასეთად ვარგა და ღირებულია. და ეს არის ერთ-ერთი ეგეთი ღირებული სათაური. და თან თავის შინაარსია, რატო ქვია ასე? რატო ქვია, ხო, რასაკვირველია, თორე ისე შეიძლება არსებობს უვარგისი წიგნები, რომელსაც კაი სათაური აქვს, მიგიზიდავს და არაფერი არ დაგხვდება. კარგი წიგნი, ცუდი სათაურით ეგეთი რამე არ არსებობს ისტორიაში. ესეთი რამ არ არსებობს. არსებობს კარგი სათაური და კარგი წიგნი, არსებობს კარგი სათაური და ცუდი წიგნი. და ნუ ეს როდესაც სრულ თანხმობაში, აი როგორც ფორმა და შინაარსი, როცა სრულ თანხმობაში შედევრი იქნება, მაშინ არის იდეალური. ახლა რუკა და ტერიტორია. აქ სათაურიდან დავიწყოთ რასაკვირველია, მე ეპიგრაფიც ვახსენოთ და გავყვეთ მე ნაწარმოებს. რუკა და ტერიტორია არის დაკავშირებული ეს ორი სიტყვა ერთმანეთთან და ამიტომაც ჰორიზონტალურ პრინციპზე არ არის აქ რუკა თუ ტერიტორია, ეგრე არ სვამს საკითხს, რა თქმა უნდა, არც რიტორიკული კითხვაა და არც კითხვა. რუკა და ტერიტორია. თუმცა ჯერ ვილაპარაკოთ იმაზე, საით გვაგზავნის. მაგრამ იქ არის თვითონ ნაწარმოებში. კი, მე არის რუკა უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე ტერიტორია, იმიტომ რომ ეს თანამედროვე სამყაროს თავარი უბედურება ეგ არის, რომ თავარი. ამაზე ეს არის ზუსტად ეს. რომ ასლი მნიშვნელოვანი გახდა ორიგინალზე. და ლეგენდაც ხო არსებობს, როცა იმპერიის რუკა, იმპერიის ხელა იყო და იმპერია აღარ იყო და ხო ბორხესის მოთხრობაც. და ბორხესთან მიდის ბოდრი არის. ხო და ეს ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან კარგი თამაშები იცი საერთოდ როგორც აი ყველა მწერალმა სხვებმაც კარგად იციან თამაშები და მით უმეტეს პოსტმოდერნისტებს, მაგრამ სხვათაშორის ამასაც ვიტყვი ბარემ რომ უელბეკს არ მიაჩნია თავი პოსტმოდერნისტად და არც ერთს სხვათაშორის არც ერთ დიდ მწერალს არ მიაჩნია არც ერთი სკოლის ბოლომდე წარმოადგენლად თავი. ამას მითანენ. პირადი თავისუფლება, ჩვენ შეგვიძლია ასე უწოდოთ. პოსტმოდერნისტი, მან პოსტმოდერნისტს ასეც უწოდებენ, მაგრამ ნაკლები მნიშვნელობა აქვს, მაგრამ შეიძლება ადამიანმა სულ არ იცოდეს, რას წარმოადგენს პოსტმოდერნიზმი, ხო? რუკა და ტერიტორია. ბოდრიარსაც შეეხება ერთი-ორი სიტყვით, ამასაც ვიტყვი, რომ ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდათ ერთმანეთთან, ძალიან უყვარდა და აფასებდა ბოდრიარს, განსხვავებით არის დიდი სახელები, ეს ხო ძალიან მოურიდებელი მწერალია და ძალიან კვახეა და ეს ძალიან მომწონს მე, იმიტომ რომ ესეთი უწუწუ მწერლობა არ მწამს რა, მწერალი როგორც წესი მწერალი უნდა იყოს კახურად პირდაპირი. ასეთი პირდაპირი, რასაც ეგ რეალურ პერსონებზე ბედავს, აი, ბევრი ვერ გამოცემს. ჩვენ სულ ამბობთ ამაზე, რომ წერლობა პირველ რიგში შეიძლება არა ნიჭი და შრომის მოყვარების მე, აი, გაბედულების გარეშე არ გამოდის, იმიტომ რომ ეხლა ნახევრად ნათქვამი ჯერ საკუთარი თავის რეპრეზენტაცია რა დონეზე უნდა მოახდინო, რა დონეზე უნდა წარადგინო თავი, ხო, როგორც კიდე დამალო მე სადღაც რო გამოჩდები, ხო? მაგრამ ეს საერთოდ ბოლომდე გვიშლის თავის თავს ამ ნაწარმოებში განსაკუთრებით საინტერესოდ. და აი ეს ბოდრიერისადმი სიყვარული ჩანს, მაგრამ არსად არ ახსენებს სხვათა შორის ხო ნაწარმოებში, ხო მისი ეს ცნობილი ნაშრომი, სიმულაკრები და სიმულაციები, რომელიც იყო ძალიან მნიშვნელოვანი ესეთი თეორიული ნაშრომი დასავლურ ლიტერატურაში, აი ეს უდევს საფუძვლად და იქ ლაპარაკობს ბოდრიარი ამაზე და იქ არის გადაძახილი სწორედ ბორხესის ესეს ლაპარაკობს ამის შესახებ და იქიდან იღებს უელბეკი. რასაკვირველია, ხა მხატვრული ნაწარმოები, დიდი მხატვრული ტილო არ არსებობს, რომელიც თვლიანად გაყვება ან რომელიმე ფილოსოფიურ კონცეფციას, ან რომელიმე რელიგიურ შეხედულებას, საკმარისადმე ჩაიკეტო, რომ დამთავრებული შენი როგორც მხატვრული ტექსტის ღირსება. აი რატო არის ხა ვეფხისტყაოსანი ცოტა გადაუხვიო. რატო ვეფხისტყაოსანი დიდი? იმიტომ რომ ყველა ცოდნა აქვს მანამდე რაც არსებობდა შეკრებილი ავტორს და მე იქიდან ამოდის და სრულიად აი ესეთ ორიგინალურ ნაწარმოებს წერს, რომ ხან მანიქეებს აბრალებენ რუსთაველს, ხან სოლარულ პაგანისტობას აბრალებენ, ხან ქრისტიანობას
საშუალებას ხან მუსულმან რასაღარ, მაგრამ არც ერთი ბოლომდე არ არის. ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა და ყველა ავტორმა უნდა იცოდეს, რომ ტექსტი რაც უფრო მრავლის მომცველია, მით უფრო მეტი ინტერპრეტაციის საგანია და აღარც უნდა იდარდოს. ხო, რასაკვირველია. მაგრამ აქ არის აშკარა გადაძახილები არის. კი, აქ არის და ძალიან ნიჭიერად საინტერესო და რაც მთავარია, მას აქვს აღებული ეს თავისი სათქმელი, ეს მთავარი დანიშნულებაა, ეს აქ სრულიად პრაგმატული, ხო, წერას, რომ თავის სათქმელს უნდა მოარგოს ისეთი ფორმა, რაც იქნება მასთან ჰარმონიაში და ძალიან კარგად მოერგო ეს ფორმა და მე ახლა სიუჟეტს როგორ შვის, ეს არის ძალიან საინტერესო მიშლენის რუკებზე. ეს თანამედროვე ცივილიზაციის ერთ-ერთი ძალიან ისეთი ბრენდია ხო და ამ რუკებს უღებს სურათებს და ამის გამოფენას აწყობს და აღფრთოვანებულია მისი ესთეტიკით და რუკა უფრო მეტია ვიდრე ტერიტორია ასეთი სლოგანით გამოდის გამოფენა და რასაკვირველია ბავშვობაში პირიქით ესე გადაძახდა ანუ ყველაფერი როგორც ერთი დიდი ქსოვილისია იმიტომ რომ მისთვის ტერიტორია იყო ბავშვობა ბავშვობის მოგონება რასაც უკარგავენ რასაც კარგავს რასაც ყველანაირი ხო რასაც რისკენ საშუალებას არ აძლევს ეს მკაცრი რეალობა რომ მასთან ურთიერთობა ქონდეს, მაგრამ აი ეს პერსონაჟი ჟედი, ხა როგორი პერსონაჟია, ხო, ფაქტობრივად ალტერ-ეგოა უელბეკისა და ის უელბეკი რომელიც შემოყავს პერსონაჟად იმასაც გიხსნის ძალიან საინტერესო და კარგად, მაგრამ თუ დაცინვა და თვითირონია, დაცინის საკუთარ თავს ყველაზე ბრწყინვალედ. მაგრამ ჟედი არის ამის მე ეძლევა მხოლოდ წერას უფლება დაცინოს ხვებს. რასაკვირველია. და ვისაც ეგ ნიჭია რა და სანამ ჟედმარტენზე გადავალთ ერთი აუცილებლად უნდა ვთქვა, სანამ მოვიდოდით ჩასაწერად ვამბობდით კიდეც. ყველაზე მეტად რასაც უფასებთ, როგორი შესწავლილი აქვს ყველა ის თემა, მერე რომელზეც წერს. იქნება ეს ფიზიკა, რუკა, ჰორმონალური დისბალანსი ადამიანში თუ პატარა მწერები. ხო, აი ეს ყველაფერი ძალიან საინტერესოა. ხო და მე უკვე რატოა ბაიყუშიო ზის კაცი და მუშაობს. კი. აქ არქიტექტურაზე აქვს ძალიან კარგი პასაჟები. რასაც ეხება ისიც ბოლომდე, ძირის ძირობამდე და იმიტომ გამოდის კარგი. კი, აი ელემენტარულ ნაწილაკებზე ვლაპარაკობდით, ბოდიში კეთი გაწყვეტინებ, ელემენტარული ნაწილაკები. ნუ ახლა სათაურს წაიკითხავ თუ არა, მიხვდები რაღაც საითკენ გიბიძგებს, მაგრამ კითხულობ ამ წიგს, რომელიც არის საკმაოდ რთული ტექსტია და ესე კვანტური ფიზიკა და კვანტური მექანიკა, რომელიც არის დღესდღეობით, ნუ ტოპ საკითხი ხო, მეცნიერებაში და აი ამაში გახედებს მხატვრული ლიტერატურის ჭრილიდან და გიხსნის რაღაცა ისეთ საოცრებებს და სხვათა შორის აი დღეს წამოსვლამდე ვფიქრობდი და ისეთ რაღაცებს აკეთებს. მარტო ფიზიკა კი არა, აი მათ რა ქვია, ნეირობიოლოგიას შეშურდება ისეთი რაღაცეები აქვს ლიტერატურაში გაკეთებული. ეს არის კარგი რისერჩი და შრომა და ერთი მარგერიტ იურსენარი ვიცი, რომელიც წლები მუშაობდა მეც ძალიან მიყვარს და ჩვენი ლიტერატურული გემოვნება ემთხვევა და რამდენს მუშაობს ტექსტზე ხო ეწყობა და სულ ამბობთ ხოლმე აი ჩვენ აი სტორიტელინგის კურსიც რომ მეცადინებ სულ ამბობთ უნდა იწვალოს ავტორმა და არა მკითხველმა მერე შენ უნდა იწვალო და არა ის რომ თუმცა აი აქაც ისეთი დიაპაზონი ისეთი დიდი უელბეკის რომ აი საწვიმარიდან და ფეხსაცმელებიდან რა და ნოუთბუქის ფირმიდან დაწყებული ყველაფრის დასერჩვა გინდება რასაც იქ გეგონება რომ პლეისმენტიაო ისე კარგად გაწოდებს ამას და ამითაც გეთამაშება და ჩვენს მოწყენილ და თან სტრესულ დროში თან რო სულ დასტრესილები ვართ ამ პანდემიების, ომების და სრული სიგიჟის ფონზე და ამავდროულად გვაქვს ეს რაზეც ველბეკიწეს ეს დასავლური მოწყენილობა, ესე იგი ან სუიციდი, ან აპათია, ამ ორიდან რო გაქვს ასარჩევი, ესეც ამ ტექსტშიც ხო ჩანს. ძალიან კარგია, როცა მწერალი გეთამაშება და შენთან შემოდის ასეთ ინტერაქციაში, რომ გინდა შენც მეტი იცოდე იმაზე, რასაც კითხულობ და მიყვე. აი ეს არის აუცილებლად გაბამს და ის ხდება ინსპირაციის წყარო 1000 რაღაცაზე ხა რაც ჩამოთვალე და აი ახალგაზრდას ეხლა მე-20 საუკუნის მე-19 თავისებურება ქონდა მართლა ეს მართლა სოციალური აფეთქებები და ტიპაჟების გამოყვანა და რაც ხდებოდა მართლა აი იმაში ბორგვაში იყო საუკუნე ხო და ეს რეალისტური ისეთი სახეების შექმნა რომ არასოდეს რო არ დაიკარგებიან ხო და მე-20 საუკუნე მე ცნობიერების ნაკადი შემოიტანა ეს მითოსური თემები და ასე შემდეგ და ეხლა რა უნდა გააკეთოს პოსტმოდერნიზმი რატო ახლა ეგეთ მდგომარეობა რატომ არის მართალი, რაშია მართალი? მართლა აღარაფერი დარჩა. ფაქტობრივად ამოჭამა ლიტერატურამ თავისი თავი თითქოს და უნდა რაღაცა ეძებო და წახვიდე ისევ ძველ ტექსტებზე, მოახდინო მისი რეფლექსირება, ახალი შექმნა მასზე და ასე შემდეგ. ძნელია ფორმა ძალიან ძნელია.
ხო და სხვათა შორის რაკი ესეთ საკითხებს შევეხეთ ძალიან ბევრი რაღაცები მიტივტივებს არ ვიცი რამდენს გაწუდება ხა ჩვენი დრო მაგრამ ძალიან საინტერესოა აი ბარტის ნაშრომი წერის ნულოვანი დონე იქ ლაპარაკობს ისეთ საინტერესო საკითხებზე ბარტი ნუ აი მართლა გენიოსი ეს კაცი ფორმა რას წარმოადგენს ფორმა რას წარმოადგენს სტილი და იქ ლაპარაკობს რომ სტილი სხვათა შორის აი ბარტი წაკითხულიც რო არ მქონდა ასპირანტურაში რო ვაბარებდი ამებს ლაპარაკობდი და მახსოვს ერთი გამომცდელი ვაიმე ეს რა კარგი რამე თქვით ვაიმე ეს ქონდა ნუ დამწყობა რაღაც ხო მოდის თავისით რას ამბობს რომ სტილი არის უაღრესად ნუ ეს ვიცით რომ სტილი არის ინდივიდუალური მაგრამ როგორ ხსნის იცი ბარტი ეს არის არა შენს მიერ მოგონილი ენა და სტილი შენ მოგყვება, აი როგორც კოლექტიური არაცნობიერი და რომ მოდის რაღაც არაცნობიერი და შენი სხეულის მეხსიერებაა, ენა და სტილი. და შენი შუბლის წილში დაგროვებული ინფორმაცია გადამუშავებული. უკვე შენი ნაწერი უკვე შენი. ნამდვილად ასე, იმიტომ რომ თუ შენ პირველი სიცოცხლის პირველი 15 წელი კითხულობ მუდმივად ბულვარულ რომანებს, ბულვარული ენით დაწერილს, შეუძლებელია რაღაც სტილი შეიმუშაო, იმიტომ რომ ეს არის მეხსიერებაში ლექილი, გემოვნებიანი და მაღალ მხატვრული ტექსტები და ფილმიც ასეა და კი არა, ამას ამართლებს მეცნიერებას, რასაც ამბობ, იმიტომ რომ ზუსტად ამას გვეუბნება, რასაც ხედავ, აი აქ მიდის მე შენი არჩევანი და გემოვნება. იმიტომ რასაც ოჯახში ხედავ, რასაც ქვეყანაში ხედავ და რასაც კითხულობ, იმას ციტირებ მე, ანუ ნებისმიერ შემთხვევაში ციტატებით აზროვნებ. თუ შენ იმიტოა ჩვენთვის შეიძლება დასავლური კულტურა უფრო გასაგები, რომ ამის კოლექტიური მეხსიერება გვაქვს და ეს ფორმატი ურთიერთობების უფრო გვესმის. თუმცა გვაქვს ისეთი უნივერსალური ტექსტი, რომელიც აღმოსავლეთისთვისაც და დასავლეთისთვისაც გასაგებია, სინთეზია და ასეთი ეხა შეიძლება იყოს გოეთეც და შოთა რუსთაველიც და ილია ჭავჭავაძეც, მაგრამ ძირითადად მაინც რაღაცები ჩვენთვის უფრო გასაგები არის აი ამ ცოდნის გამო, რაზეც ამბობ ამ ეხსი. ხო, როგორ რაღაცას ამბობს, იცი რომ ეს არა ამ ქვეყანურ ცხოვრებაში მიღებული შთაბეჭდილებები და ცოდნები, მანამდელი, ხო არა, მისტიკაც არა, რა ვიცი ხა რა არის. ნუ შეიძლება გენეტიკით დაგროვილი ისე. სხვათა შორის ეს, კაი, ძალიან იქით არ წავიდეთ, არ გვინდა იუნგი გამახსენდა, იმაზე უნდა მეთქვა რაღაც. ეხა რაც გაგახსენდება, უნდა თქვა, ეს პოდკასტია, გაკვეთილი კი არ არის. ხო, რა უნდა მეთქვა და ეგეთი საქმე. შედის, აი ძალიან საინტერესოა მაგალითად ამაზეც რო ვისაუბროთ, ძალიან მინდა, იმიტომ რომ მგონი ესეც გულზე მომხვდა მე ეს თემა. აი ჟედის მამის ამბავი, რომელიც თქვათ იყო რაღაც ნონკონფორმისტი, იდეები ქონდა, არქიტექტურაში რაღაც აი ლე კორბუზიესაც კი დაუპირისპირდებოდა, მაგრამ საბოლოო ჯამში მაინც აი ამ რაღაც სამსახურის ტყვე ხდები, ყოფიერების ტყვე ხდები და კი. ეგ ერთ-ერთი უნიშნელოვანესი თემა, ეს არის მამის თემა. და რომ ამბობ, რომ აი არ ვიცი როგორ კითხულობს არაპროფესიონალი და რიგითი მკითხველი ამ ტექსტს მეთქი, აი კითხავს ამბავი საინტერესოა, მიდის სირთულე არაფერი არ არის. ხა ჯოის არ მოკიდებს ხელს ჩვეულებრივი მკითხველი, ხო, მაგრამ ამას აიგითხავს, მაგრამ ძალიან საინტერესოა აქ ეს მამის თემა შემოტანილი და ამიტომ არის ეს არ არის მხოლოდ მამა და ჩანს რომ სიმბოლო იკითხება ამის უკან. აი ეს მამაშვილს რო ხდებიან ერთმანეთს აუცილებლად ეს წელიწადში ერთხელ ხდებიან უკვე დასრულობის მერე ხშირი შეხვედრები აღარ აქვს ცალ-ცალკე ცხოვრობენ ეს მხატვარია და ფოტოგრაფიას მისდევს ფოტოგრაფი ყოფილა პაპამისი მამის მამა და მისი კამერა იპოვა და მამისი არქიტექტორია და მამის თემა საინტერესოა მდგიმას იმიტომ ვამბობ რომ მხოლოდ თემად კი არა აი როგორი ტიპაჟი ყავს დახატული ეს კაცი არის დიდი ოფისის ხელმძღვანელი 50 კაციანი სტაფი ყავს დიდ ორგანიზაციას ხელმძღვანელს არქიტექტურულ ბიუროს ქმნის ისეთ რაღაც ჩვეულებრივ არქიტექტურულ ნიმუშებს კი არა, არამედ სერიოზული ბრენდები და სერიოზული მალდივები და ესეთი იმებზე ქმნის თავის პროექტებს და მუშაობს ასე, მაგრამ ერთხელაც ელაპარაკება ეს კაცი თავის წარსულის შესახებ და ეუბნება ეგეთ რაღაცას. აი ეს არის ძალიან საოცრად ისეთი შთამბეჭდავი და ამაღელვებელი, რომ ბავშვობაში დავინახეო როგორ აშენებდაო მერცხალი ბუდესო. ხო და შევისწავლეო
და ზუსტად ისე აუშენე ბუდე მერცხლებს და საერთოდ გაფრინდა და გაუცებულია რატო გაფრინდა ესე ეუბნება მერცხალი ზღვის აშენებელ ბუდეში არ შედისო და აქ რა კაი მომენტია კეთი მამა რომელიც არის იდეალისტი და შვილი რომელსაც ესმის ეს ელემენტარული რაღაცა იმანეგეც არ იცის ხო და ძალიან და როგორი ჩარჩენილი ეგ სცენა და ძალიან საგულისხმო და მე ნახულობს მამამისის პროექტებს აოცრებებს და მამა ეუბნება რომ მე როცა დავამთავრეო ეს არქიტექტურის ფაკულტეტიო ჩემთან ერთად იყვნენ სტუდენტებიო კარგად სწავლობდითო კარგი არქიტექტორები დადგნენო მაგრამ არ მაკმაყოფილებდაო რაღაცაო რა რასაც ვაკეთებდითო და არ მაკმაყოფდა მანდარი ძალიან საინტერესოდ პრერაფაელიტი ის უილიამ მორისის და ლე კორბუზიეს შეპირისპირება ნუ ეს 11 დღის მასლა მორისის სხვადასხვა რაღაცას ალაპარაკებს ყველა სხვადასხვა გმირს სხვადასხვა ალაპარაკებს მაგრამ თვითონ აშკარად ჩანს აი ეს არის იმიტომ რომ მთელი კონცეპტუალურად არის იქით აი ეს უელბეკი ჩვენი კაცია და ზოგიერთებს გონიათ რომ არის რაღაცა ისეთი საძაგელი ისა გარყვნილი დასავლელი ამ დროს ადამიანი არის არა ცოტა პროვოკატორია მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ შეიძლება მიზანთროპი იყოს ადამიანი პროვოკატორობის გამო ეს მისი ლიტერატურული იმიჯია უფრო ვიდრე რეალური ის რომ ადამიანებს ხო და ის რომ საზოგადოებას წერალი აკრიტიკებს ან თუნდაც ლანძღავს ეს არ ნიშნავს რომ მას ის საზოგადოებას წულს რა და როცა ილია ჭავჭავაძე ყავს ქვეყანაში და დავით ყლდიაშვილი და მიხეილ ჯავახიშვილი რომელიც ლანძღავს და მოკალეს ხო და არ უნდა იძახო რომ მათ ახლა საქართველოს არ უყვარდათ ეს მხოლოდ უწიგნურობას ნიშნავს როცა ამტკიცებ რომ რამე კრიტიკა საკუთარის კრიტიკა ყველა ეს წერალი იყო უზომო თვითირონიული ძალიან თა ხო აქაც ეს არის და ძალიან საინტერესოა აი ეს მამასთან და კიდე მამასთან ერთად გარდა ფილოსოფიისა რა კარგად ებმევა შემოდის მე ეს ყველაფერი აი ქსოვილი არის უზადო ევთანაზიის თემა ეხლა მაგაზე შევჩერდეთ რა ევთანაზიის საკითხი მაგაზე სხვათა შორის პირველად დაუბეჭდი გამოვეც ჩემი გამოცემლობით მის ვონეგუტის წიგნი ღმერთმა დაგლოსოთ ექიმო ქებორქენ თუ გაქვს საკითხული ეგ ტექსტი პატარა ტექსტია ძალიან ისეთი შავი იუმორით ხო და აი მაშინ გავიგე საერთოდ ევთანაზიის შესახებ და ძალიან მაგრად დასცინა. ევთანაზიის საკითხი არ არის დასავლეთშიც გადაწყვეტილი და იქაც ისეთივე ორგვარი აზრი არსებობს, როგორც ჩვენთან და ალბათ ესე იქნება მუდმივად, მაგრამ აი ამ რომანში ინდივიდუალურად გვაქვს გადაწყვეტილი და საზოგადოებასაც ასევე. და აქ საინტერესოა რომ მამამისი რომელიც ნუ ბოლოს დედამ თავი მოიკლა. ანუ ორივე მშობელი სუიციდით და მაგას ეუბნება, ნუ რა უბედურება ორივე დედამ თავი მოიკლა, 7 წლის არ იყო დედამ თავი რომ მოიკლა, მუსიკოსი იყო მე ვიოლინე და მამამისი ეს მამამ ცოლიც არ შეირთო სხვათა შორის ქალიც არ ყავდა, არც ამის გუვერნანტებთან არ ურთიერთობდა სხვა მამამისგან განსხვავებით აი ამ იცი რაღაცა ასკეტი ეგეთი ტიპი ყავს და აი მთლიანად პროფესიაზე გადართული. ხო და იმას ვამბობდი, მოდი ის გავაგრძელო ქეთი. რამდენიმე წლის შემდეგო დამთავრების ინსტიტუტის დამთავრების, ჩემი მეგობრები ვნახეო და უთხარიო, რომ აი მოდი რაღაც ახალი სკოლა უნდოდა რა, აი ესეთი აი პრერაფაელიტების ხაზის გაგრძელებასავით რაღაც ასეთი იდეალისტური და კი მომისმინესო, მაგრამ ყველა მოარი თქვენ, იმიტომ რომ ყველა კარგად მუშკაი სამსახურებში მუშაობდა და ეხა არავინ არ მოინდომა ქიმერების დევნა. და ესეც დარჩა ესე, მარტო მე ვეღარაფერი გააკეთა და ჩათრევას ჩაყოლა ჯობინა და იმუშავა და თავისი ადგილი იპოვა იმ სოციალურ გარემოში სადაც იყო ნუ ერთ-ერთი წარმატებული არქიტექტორია ხო და ნუ მარტო აი ამ ერთ-ერთი შეხვედრის ეუბნება რომ ისო ხო ამის შესახებ უყვება ხო და მე გაიგებს გვიან გაიგებს რომ გადაწყვიტა მოხუცთა სახლში წასვლა თვითონვე, იმიტომ რომ მარტო იყო, ნუ აღარ მიყავდა, ერთად არ ცხოვრობდნენ ბუნებრივია და მოხუცთა სახლში და მე მოეტყვის რომ ევთანაზიას ფიქრობს, ხო და ნუ ამას არ უნდა რა თქმა უნდა, შეეც და ფიქრობს იქნებ გადაათქმე ინოს ნუ მაგასაც არ მახსოვს ეტყვის თუ არა რომ დედაც ეს თუ თავისთვის გაიფიქრებს ეგ აღარ მახსოვს ალბათ თვითონ ფიქრობს საქმის კურსი არ აყენებს უკვე გადაწყვეტილებას ხო და ის გადადის შვეიცარიაში ერთ-ერთ კლინიკა თუ რა ქვია ორგანიზაციას და როგორი კონსუმერული ანალიზი მოყვება რომ ეს ევთანაზიაც ბიზნესია ხო და იქ რა სასაცილოდ აგვერდით ბორდელი და აქეთ ეს როა და აქ უფრო ბერფულს შეულობენ უკვე ვიდრე ბორდელში იმიტომ რომ ის ჩამოიწერა ის საქმე უკვე წარსულისა და აი ეხლა და აი ამით დასცინის ძალიან კარგად ამ თანამედროვე ინდუსტრიებს თუ ტექნოლოგიებს თუ მიღწევებს, ვითომ სამეცნიერო მიღწევებს და მე შედის და რო გაიგებს ჩადის. ხო და აი ხანდახან არ ვეთანხმები ხოლმე მე, მაგრამ მე ვინმე კითხება.
სამედიცინო მიღწევები ვითომ არ არის, იმიტომ რომ სამედიცინო მიღწევები ხო ვითომ არ არის და ევთანაზია წინამდვილეში ხო. ბოლოს არჩევანიც კი თავისუფალი არჩევანის შესაძლებლობა, მაგრამ ნუ ხო საკამათოა და მას არ ვიცი რა არის. შეიძლება ამ პერსონაჟს არა, აქ თლიან თავისი ალტერ-ეგოა, თავისი ძალიან ჩანს რა, იგ ხა შეიძლება ვერ გავიხსენო რის საფუძველზე შემიძლია ამის თქმა, მაგრამ ისეთი ნიუანსებია, იგრძნობა თავის დამოკიდებულებები. შეიძლება ხა გადახარჯოს, მაგრამ იგივე მაგალითად ხა გოდარმა ხო გადაწყვიტა ვთქვათ ევთანაზიით დასრულება და ამის უფლებაც შეიძლება რომ კონდეს ადამიანს ცივილიზებულ სამყაროში. მაგრამ საკამათო უბრალოდ ძალიან კარგად აქვს. აი ეს თვითონ რაც არ მოსწონს, ამას ყოველთვის ძალიან კარგად დასცინის. ძალიან კარგად დასცინის და მე იქ თავის თავსაც როგორ დასცინის, ჩავიდა ეგთან ეუბნება რომ არამედ რა არის კი მნიშვნელოვანი კეთი რომ ჩადის ვერ ჩაუსწრებს, ნუ რაღაც აღარ მახსოვს რატო იყო დაკავებული, ჩადის და ფიქრობს ნეტა ცოცხალი დახვდეს და ნუ აღარ არის და ეგთან შეკითხება რა მოხდა, ნუ გუშინ აღვასრულეთ თუ რაღაცა, მათ გადაძახილი იმასთან. კამიუს დედის სიკვდილთან, გუშინ დედა ჩემი მოკვდა. აი ეს გადაძახილები არის ზუსტად რაც აპოსტოლი. და იმექთან სრადღეში ჩააგდებს როგორც მსხალსა ესე ურტყამს და ძალიან ისე სასაცილოდ აქვს აღწერილი ეს თავის თავსაც დასცინის გამოვაწყობ და მე როგორ დაასაფლავ თუ გვამისად არის და კრემაცია ჩაუტარე თუ არა და მამამის არ უნდოდა კრემაცია ევთანაზია უნდოდა მაგრამ კრემაცია არა და მაგაზზე გამწარდა და სადღაც არ მახსოვს ოკეანის თავი სადღაც მიმოფანტეთო და ეხლა ვეშაპები მას იზამენ მომჩებს რაღაც გაიფიქრებს გონი ხო და ესე დამთავრდა მამამისი და მე ნახულობს უჯრაში მამამისის აი ამ ჩანახატებს ახალგაზრდობის დროინდელს და გაოცდება და ეს არის სხვათა შორის მანდაც არის გადაძახილი გაუდისთან და მის წინა პერიოდთანაც აი რაღაც მაგრამ კიდევ უფრო აი ესეთი აი ყოვლად არა გეომეტრიიდან გასვლა აი ამ ფორმების სრული უარყოფა და აი ამიტომ არის мама და ამიტომ არის რაღაცა იდეალისტურად გადმოცემული მამის სახე და აი მამაშვილის ურთიერთობა ძალიან ესე და მე კიდე ეს სარწმუნოების საკითხი რაც ძალიან მნიშვნელოვანია უელბეკის პიროვნებასთან და თუნდაც დაწერებთან დაკავშირებით აი აქ უკვე იგრძნობა ისეთი ნოტები აი ბებია მოუკვდება მამის დედა თუ გახსოვს და რომ იქ მიდიან და იქ მაშინ დაიწყებს მიშლენის მეებზე ფიქს და საიციო სიკვდილის წინ მონათლულაო ხო ეს რაღაცა ესეთი თემები ესეთი ნოსტალგიური თემები ადამიანური ბეკბედერს რა რეაქცია ქონდა რო ახსენა აი თუ თავის თავს რასაც უშვები იქ მიშელ უელბეკ საკუთარ თავს ანუ საკუთარი სახელი და გვარი დაარქვა პერსონაჟს რომელსაც ალბათ ყველაზე საშინელი სიკვდილით კლავენ სპოილერისთვის ბოდიში ჩვენ მოხურებლებთან და მე კითხავ თქვა თუ არა ვინც ამას წაიკითხებს მასაც არა იცი ჩვენ მაკო ესეთი შეთანხმება გვაქვს ჩვენ მსმენელისთვის და საერთოდ 21 საუკუნეში სპოილერი არ არის პრობლემა რა ვისაც გონია რომ წიგნი ამბის გამო და წაიკითხოს იყოს ამას ვამბობთ ჩვენ მაშინ ოიდიპოს მეფე პირველი ჩვენების მერე აღარ იქნებოდა საინტერესო და ამდენი საუკუნე არ დაიდგმებოდა მართალი ხარ ასე რომ იცოდნენ დიახაც მიშელ უელბეკის პერსონაჟს თავს ახერხავენ და საშინლად კვდება. საშინელი სიკვდილი. და იქ მე რაღაც ფორმას თითქოს იცვლის, რომ დეტექტიური ხაზი შემოდის რაღაცა. ესეც თითქოს თამაში ახალი ფორმით. მცირე დოზით, მაგრამ ისეთი სუპერსოვანი დეტექტივის სიმულაცია. ძალიან კარგად გაკეთებული და მე ესე იგი ჟედ მარტენი არის თავისი ალტერ-ეგო, უელბეკი გარეშე პერსონაჟი, ეგეც ხო საინტერესოა, როგორ შემოყავს და მამამისი რეუბნება უელბეკს თხოვესო ჩემ რეცენზიის დაწერა ჩემს გამოფენასთან დაკავშირებითო და მიშელსო მამა ეკითხა მამამიცის ამან არიცის და იცნობო და კიო ჩვენთან ეს ხუცა სახლში თაროზე მისი წიგნები იდო გადმოვიღე და წავიკითხე სხვათა შორის კარგად იკითხება მაიმუნი ხო და გაიფიქრა ჟედმა მამა ჩემი და ეს ხუცა სახლში თუ კითხულობენ ესე იგი მართლა მე ისეთ რეცენზიას და მანდ უნდა ვთქვა იმ რეცენზიაში აი ძალიან ერთი ძალიან საინტერესო ხაზია ეს კუნსის და დემიენ ჰირსტის სურათს რასაც აკეთებდა ხო ბოლო მოუღო თვითონ გაანადგურა და აი მაგისი განადგურება ძალიან სასაცილოდ იქ ჯერ კუნს დასცინის ძალიან მიწასთან ასწორებს ნუ როგორ დასცინის იგი ისა ბოლოს იმ თავისი იმიანი რა ქვია ზოლიანი პიჯაკითო სილვი ბერლუსკონის გავდაო და ერთგან კიდე შევროლეს გამყიდველს და ანუ რაღაცა მაგრად და ის ჰირსტი უფრო მოწონს ეთყობა და ისედაც მართლა ჰირსტი უფრო ის არის მეც შენ ყველაფერში ეთანხმები უელბეკს ჰირსტი უფრო პია როგორც ხელოვანი უფრო საინტერესოა რა ვიცი არც ერთი ვიცი არც მეორე ორიგინალებში მაგრამ
უფრო ესე მეჩვენა. ხო, ის ამერიკელია, ჰისტი ინგლისელი. და ესეთ მაგაზე აუცილებლად უნდა ვთქვა, რომ და ესე იწყება რომანი, ესე იგი ჟედ მარტენი მუშაობს ტილოზე, რომელსაც ქვია ჯეფ კუნსი და დემიენ ჰირსტი ხელოვნების ბაზარს ინაწილებენ. ხო. ეგ ის დასაწყისია, რომლითაც უნდა მოიზიდო მკითხველს. და მუშაობს ამაზე მუშაობს და მე ერთხელაც მიხვდება, უყურებს ამას და არა, აქედან ის არ გამოვა რაც უნდა და ერებს მასტიხე ჩასწრის თვალს. და აი ამ ჩიჩკანის და მე ფეხი ჩეთქება და უელბექს რო საჩუქრად პირდება, აქაც როგორი ირონიულია, რომ მადლიერების ნიშნად რომ მას უნდა დაეწერა ამ რუკებზე რეცენზია ჩუქნის ნახაც და მე ზუსტად ამ საჩუქრის გამო კლავენ ამ უელბექს ამას შეეწირება ხო? ეგეც გადასარევად არის. მან და არის ესე მოკეთ უელბექს ურეკავს ამ დროს უელბეკი ცხოვრობს ირლანდიაში, რაც რეალურად ასე იყო. ერთი პერიოდი ცხოვრობდა ირლანდიაში, ახლა საფრანგეთში ცხოვრობს და თავის თავზე როწეს ჰიგიენასთან მწყრალად იყო. ხო, მაგას ვინ უწევს თავის თავს ყველაფერი დაწერა. ხო და ჩადის ირლანდიაში, შეთანხმდებიან მოეწონებათ ერთმანეთი. ჟედის მარტოსულია ისიც და ეს ერთადერთი ადამიანი, ვისაც ჟედი გაიფიქრებს, ამასთან ვიმეგობრებდი და ნუ ესეც ახლა რა ბედის წერა, ესე იგი მოდის და დაპირდა, ნუ შეთანხმდებიან 10,000 ევროთ უნდა დაუწეროს 50 გვერდიანი რეცენზია გამოფენაზე და სამაგიეროს ეს დახატავს მის პორტრეტს და აჩუქებს. აი ეს ოლგა ქალი, რომელიც უყვარდა ჟედ მარტენს რუსი რომელიც მიშლენში მუშაობდა, ძალიან ლამაზი გოგო ყავს ოლგა შერემეევა და აი ამ გოგოს გაიცნობს მიშლენის გამოფენაზე მოდის, მე შორდებიან ერთმანეთს, იმიტომ რომ რუსეთშიც ხსნიან მიშლენის. ხო, არ შეუძლია რუსი რო არ ჩართოს სადმე ისე არაფრით არ გამოვა. მაგათი love hate კიდე ცალკე ამბავი. მაგრამ მანდაც როგორი ის არის, ხო, აი ურთიერთობა ქალის და კაცის, ანუ ის არ ეუნება დარჩი. ის რო უთხრას პრინციპში შეიძლება დარჩება, იმიტომ რომ მაშინ უნდა კარიერაზე მთლიანად უარი თქვას. აი რო ეთხოვა და შეიძლება უარი ეთქვა. რა არა, მაგრამ ეს არის თანამედროვე მის კომუნიკაცია. ხო და მე ნუ ჩანს კიდე ეს ძალიან ისეთი ამაღელვებელი სცენა, ერთხელაც ოლღა წასულია, მოკეთ დაშორდნენ ერთმანეთს ამ სამსახურის გამო და არ მახსოვს კაფეში, ბარში დალევს თუ რაღაც და მოდის სახლში, ტირის ცრემლებით ჩამოსდის, ისე ტირის მოენატრა ოლგა რაღაცამ გაახსენა და აი მაშინ იგრძნო რომ ფოტოგრაფიიდან კვლავ ხელოვნებას უნდა მიბრუნებოდა და ნუ იწყებს მერე მამამისის ის დიდი ტილო არქიტექტორი ჟან-პიერ მარტენი ტოვებს თავის არქიტექტურულ ოფისს როგორც ქვია და დიდი ტილო რომელიც დასრულებული აქვს უკვე არის გალერეაში გამოსაფენად გამზადებული როგორც დიდი ტილოს მაგრამ ფიგურატიულ ხელოვნებას უბრუნდება და ამას ამთავრებს და აი ესეთი სერია რო აქვს სასარგებლო პროფესიების სერია ქვია თუ არ ვცდები რა ეს არის პროფესიები, რომლებიც არსებობდა და ნელ-ნელა გაქრა და ქრება. და აი ამის კონსტატაციას ახდენს, ასე ვთქვათ, თავის ტილოებზე ეს სერია აქვს და აი ამ სერიაში აქვს ის მეორე ტილო, რაზეც წეღან თქვი რომ და აუცილებლად შევეხოთ, ეს არის სტივ ჯობსის და ბილ გეიტსის საუბარი პალო-ალტოში და აი რამდენადაც აი იმათ დასცინა და მიწასთან გაასწორა ეს ჯეფ კუნსი და დემიენ ჰირსტი ნაკლებად, მაგრამ რაც თავარია ტილო დახია, დაფლითა და ასე ვთქვათ, შესდგა, ხელოვნება მიაყოლა, თანამედროვე კარგად ვიგე, თანამედროვე ხელოვნება მიაყოლა, რომელიც ძალიან ისე უყურებს და ყველასთან მოურიდებელი და პირდაპირია და როგორც ეხლა თქვი ძალიან პატივს მაგის გამოს და სხვანაირად ვერ წარმომიდგენია მწერალი და აი ეს ტილო სამაგერო ძალიან კარგად გამოსდის და უელბეკის რეცენზიაში და აი აქ კარგი ტანდემი იყრება, უელბეკი წერს უბრალოდ ისეთ რეცენზიას, რომ გაიგებს მის წერებს, რა თქმა უნდა, ნახატებს კარგად და ტილოში ამაზე გამოხილებს ყურადღებას და ამ ტილოზე ამობს, ამისთვის შეიძლებოდა გვეწოდებინა კაპიტალიზმის მოკლე ისტორია. კაპიტალიზმის მოკლე ისტორია. და ძალიან სიმპათიურად ხატავს, რა თქმა უნდა, ორივეს, ძალიან საინტერესოდ ლაპარაკობს ორივეზე და ტილოც გამოსდის და პარალელურად ხატავს ხელოვანის პორტრეტს. და ეს ხელოვანი არის მიშელ უელბეკი.
და აი ეს რაც თქვი რომ აი ეს 116 მეთქი მართლა საოცს რაც ანუ ეხლა კარგი ეს არის მართლა ხო ის კი არა აი გაზის რა ქვია ქვაბით რომელიც ფუჭდება და თავიდან ფიქრობ რატომ არის ამდენი დრო რატომ ეთმობა მისი ამ შეკეთების აღწერას რომ ვიღაც ხორვატს რო ელოდება და აბა ნახატი რო აშრება და აუცილებლად იცი უკვე სქემატურად რომ ეს სადღაც და გახსოვს მე ამბობს რომ იმან უფრო ერთი წელი შეიძლება გაძლოსო ხელოსანი რეუნება და უელბეკმაც და მამამაც გაასწრო იმ გაზის ქვაბს უფრო გაძლო იმან ვიდრე ადამიანის ძალიან ფაქიზმა და თანამედროვე სამყაროში სრულიად დაკარგულმა არსებამ, ხო? და აი ეს ევთანაზის თემა იქნება თვითმკვლელობის დედის თუ მისი არჩევანი რომ წავიდეს და ბოლოს ტერიტორიაზე დაბრუნდეს და აი ამ რაღაც კამერულ ცხოვრებას ბების წინაპრების ტერიტორიაზე გვაჩვენებს ზუსტად იმას, რომ აი დასავლეთში როგორი რთული გახდა არსებობა. თუმცა იმის გამო რომ ან სუიციდალური მიდრეკილებები გიჩნდება სტრესის გამო, ან რაღაც ეგზისტენციალური კრიზისი, მაგრამ მერე დაიწყო ომი რუსეთმა და აღმოჩნდა რომ დასავლეთის ველბეკის და ყველა ამ ინტელექტუალი შიშები იმასთან შედარებით სინამდვილეში რა საშიშროებაც ემუქრება სამყაროს თურმე და გაველურების საფრთხე თურმე სასაცილო ყოფილა. აი მე ამ გადასახედით ვკითხულობ იმ ცოტა 21-ში დაწერილ ტექსტებსაც კი. კი, ესეა. ახლა საინტერესოა სხვათა შორის რაღაცა ესეთი გალიბერალების რო ეშინოდა ზედმეტის და ეხლა რასთან გვაქვს საქმე რამე ლამის ფაშიზმი უკვე სხვათა შორის უნდა ითქვას ბოდიში შენ ძალიან გიყვარს მაგრამ ეგეც არ იქა ეხლა ლიბერალიზმი ზედმეტის ლიბერალიზმი არ დაგუყოს მაგრამ საბოლოო ჯამში მაინც ციველურე დაგუყოს როგორც ყოველთვის კაცობრიობის ყველა ეტაპზე და მოკეთ იგი აი ხელოვანის პორტრეტი მიხვდა რომ ხელოვანის პორტრეტის დრო დადგა და მართლა ნუ ყველა ხელოვანის წინაშე დგება ხოლმე ეს მომენტი უკვე სიმწიფეში რო შედის იმ დროს და ხატავს თავარი ნამუშევრის დრო რო დგება კარგად ხატავს ეთყობა ვებიქსაც მოსწონს და არ ვიცი რო გვაქვს თუ არა რო კიდე ვილაპარაკოთ და რა თქმა უნდა უგზავნის მიშელ ველბეკს მე მისგან დამოუკიდებლად მიდის შემოდის ეს თემა უკვე რომ ესწრებიან ამ საშინელ მკვლელობას და მან დასცინა არა მარტო ესე იგი თანამედროვე ხელოვნებას დასცინა ну რა თქმა უნდა ყველაზე დიდი დოზით როგორ არის მოკლული მიშელ ველბეკი თავი აქვს მოჭრილი და დევს მიწახსაც ლაპარაკობენ რამდენი ხანი ჭირდება და ვინ შედის ცუდად ხდება ეს გამომძიებლები და ისინი ოპერმუშაკები ზოგს ბუდიში და გულიერევა ზოგს გული მისდის ცუდად ხდებიან მოკლედ და არ გვეუბნება ჯერ რაღაც ეს მოლოდინის ეფექტს მასშება გვიტოვებს და რა ხდება და ნუ ბოლოს მე ახლა აღარ მოვყვებით ბევრია მოსაყოლი როდესაც ვერ იძიებენ ნუ ერთ-ერთი ესე იგი სერიოზული გამომძიებელი ვერ იძიებს თუმცა ძალიან აინტერესებთ რა მოხდა და ეს რაღაც სხეული დანაწევრებული გაფანტული და მერე გადის ხანი და უკავშირდებიან ამას ჟედმარტენი გებულობს უფრო სწორად შიფრავენ ნაცნობებს ურთიერთობებს ასე შემდეგ და მიადგებიან ჟედმარტენს და ჟედმარტენი გებულობს და რომ ნახულობს ამას ხვდება რომ ეს არის ჯექსონ პოლკის რა ვიცი მიხედვით განხორციელებული მკვლელობა და ნუ ამითაც ახლა იმ ხელოვნებას რომელიც მართლა თვითმკვლელობებს აწყობდნენ და რომ არ მოუყვეთ მთელი ნაწარმოები ყველა გვერდზე ეს ისტორია რა ხდება შევაჯამოთ რომ რის შეიძლება აქტუალური იყოს თანამედროვე ქართველი მკითხველისთვის თუ ფრანგი მკითხველისთვის არ აქვს მნიშვნელობა ეს წიგნი ეს ტექსტი და ალბათ პირველ რიგში ჩემი აზრით კიდევ ამას ასწავლის ვისაც წიგნის დაწერა უნდა რომ დაუნდობელი თუ აპირებ რომ იყო პირველ რიგში საკუთარი თავისადმი ხო საკუთარი თავისადმი თვითირონია არ უნდა დაგავიწყდეს მით უმეტეს თანამედროვე ავტორს დასაწყისში თქვი და ალბათ კიდე უნდა გავიმეოროთ რომ თემები არის მარადიული თუნდაც მამისა და შვილის თემა ეს არის მარადიული და საინტერესოა
ძალიან თანამედროვე ნაწარმოებში, აი წინა საუკუნის კი არა, თუნდაც მე-20 საუკუნის მეორე ნახევარში არა, სულთად ახალ ნაწარმოებში როგორ არის ეს შემოტანილი. ეს არის საინტერესო. თვითონ ფაბულა ისე აგებული რომანის ეს არის საინტერესო, მაგრამ აი ეს გარდა თემატიკისა, თუნდაც აი წეღანას რომ ამოვდიქეთი, რომ აი რასაც წაიკითხავ, გინდება რომ იმას გაყვევო. აი ინტელექტუალური რომანია. ეს არ არის იმ ტიპის ინტელექტუალური რომანი არის, რაც ვიცით ჩვენ დაუშვათ თომას მანის რომას გულისხმობს. სრულიად სხვა ტიპის რომანია, თავისთავად ცხადია, ჯერ დროა სხვა და მეორედ სხვა მწერალია და სხვა მოთხოვნები აქვს ამ წერლობას, ხო? მაგრამ იმდენად საინტერესო, იმდენად შეიძლება ინსპირაციის წყარო გახდეს თითოეული თემა, რომ წაგაკითხოს, განათლოს, რაც თავარია. თუნდაც აღვიდე და ორიგინალში ნახო ის ჰირსტი, რატო აქებს ამ ვიღაცას რატო ლანძღავს, გადახედო ლეკორბუზიეს, ყველაფერი დასერჩო საწვიმარი, ანუ ძალიან ბევრ საშუალებას გაძლევს. გაიფართოვო ჰორიზონტი და წიგნი ამისთვის არის. მაკო ძალიან დიდი მადლობა. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენს მაყურებელს მოვანდომეთ გადაკითხვა, წაკითხვა, ველბეკი ძალიან საინტერესო მწერალია. მშურს მათი, ვისაც აი ჩემი ოცნება, რომ ფრანგული ვიცოდე და ვისაც ორიგინალის წაკითხვა შეუძლია. მე გემშვიდობებით შემდეგ ხუთშაბათამდე. ძალიან დიდი მადლობა მთისწყალს, ჩვენ სპონსორს და საქართველოს უნივერსიტეტს. ნახვამდის. იდეა, რომელსაც სამყაროს შეცვლა შეუძლია, მხოლოდ თავისუფალი ადამიანის გონებაში შეიძლება დაიბადოს.